მოგესალმებით დიდი სიყვარულით, მოგიკითხავთ ყველას, როგორ ხართ. მინდა გითხრათ, რომ ჩემს სახლში სულ ხმაურია. ხოდა თუ ხმაურს გაიგონოთ, არ შეიჩინოთ. მე ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი და ბედნიერი ვარ, მაგრამ აი თითქოს კედლები რო ამოვაშენო, სულ მაინც ხმაურია. აი ხმაური ვქონდა, ხმაური. მოდი ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ. ნახოთ აპრილისთვის პროგნოზი. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ და რა ენერგიებში იქნებით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. ანუ აპრილის თვეში. ამას ვკითხოთ. სწავლა, კარიერა, ისიც რა გაქვთ, რა ხდება ახლა თქვენთან და რა მოხდება შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. თქვენი ფინანსები ამას მინდა რომ იკითხო, არ ვიცი რატომ. ალბათ ამას მინდა რომ გითხრას. რა ხდება ახლა თქვენთან ფინანსებში და რა მოხდება შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. შევიკითხარი ახლა პირადი ურთიერთობა. რა ხდება ახლა თქვენს პირად ურთიერთობაში? და რა მოხდება აპრილის თვეში? მანამდე წასწავლე. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? თქვენ შესაძლებელია ახლა იყოთ ესეთ ენერგიებში, რომ ძალიან ბევრი ფიქრი გაწუხებდეთ, აი თითქოს როგორ ხართ იცი, რაღაცნაირად გულგატეხილი, გულდაწყვეტილი, შესაძლებელია თქვენ გინდოდათ რაღაც საქმე, რაც ისი არ გამოვიდა და თქვენზე ამ ძალიან იმოქმედა და ძალიან როგორ გითხრათ იცით, ძალიან გულზე შეგეხოთ და ანუ ფიქრებზეც აი თითქოს როგორ ხართ იცი, ძალიან ბევრი ფიქრი გაწუხებთ და აი თითქოს თვალები გაქვთ ახვეული და საით წახვიდეთ და რა გზას დაადგეთ, გამოსავალს ვერ ხედავთ, მაგრამ აი რაღაცნაირად აი თითქოს როგორ ხართ, მაგრამ მალე გამოხვათ უკვე ამ მდგომარეობიდან, ვინც ესეთ სიტუაციაში ხართ. აი თითქოს როგორ თქვა, ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბდებით ამ ყველაფრის გამოვლის შემდეგ, აი თქვენთან მოდის სიძლიერე, აი როგორ გითხრა იცი, გაძლიერდებით, უფრო მეტად დაფიქრდებით რაღაცეებზე, უფრო მეტად როგორ გითხრათ იცით, ანუ თქვენ გიძლევათ ძალა იმისთვის, რა სირთულეებით შეგხვდათ, რომ გადალახოთ. თუ თქვენ იყავით სამკუთხედში, ანუ სამკუთხედში გულისხმობ პირად ურთიერთობას და თქვენ ეს შესაძლებელია გასვლა გინდოდეთ, მაგრამ აი რაღაცნაირად ვერ გადიოდეთ და ძალიან გულით ტკიოდეთ ამაზე, რომ თქვენი ადამიანი გინდა რომ თქვენთან იყოს, მაგრამ თითქოს თქვენიც არ არის შესაძლებელია თქვენ ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობდეთ და ძალიან ბევრს ნერვიულობდეთ. ზოგიერთთან შესაძლებელია ეს არ იყოს სამკუთხედი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მესამე პირიც იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა მესამე პირი არის ის, ვინც ერევა ურთიერთობაში, ხო? ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს მესამე პირი, ვინც თქვენს ურთიერთობაში ერევა და აი თქვენ რაღაცნაირად თითქოს გამოსავალს ვერ ხედავთ, როგორ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან და გითხოთ, აი რატო ხართ ეს რაღაცნაირად აი თითქოს როგორ ხართ იცი, თქვენ თვითონაც რაღაცნაირად გაორებული ხართ, აი თითქოს როგორ ხართ იცით, ხან გინდათ ეს კონკრეტული რაღაც რო ავიღოთ ნებისმიერ საკითხი, ხო, აი ხან გინდათ ეს საქმე და ხან დარწმუნებული არ ხართ, რომ გამოგივათ და აი თუ ეხება ეს პირად ურთიერთობას, კი შეიძლება იმდენად გიყვარდეთ ადამიანი, რომ მასე ოცნებობდეთ, მასე შორეული ფიქრი გქონდეთ, აი დღე და ღამე მასე ფიქრობდეთ, მაგრამ აი რაღაცნაირად
ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს ადამიანი თქვენს გვერდით გჭირდებათ და გინდათ. აი ზოგჯერ შესაძლებელია გაქვთ გაცდა, რომ ეს ადამიანი თითქოს თქვენი ნაწილია, თქვენ სამყარომ გამოგიგზავნოთ იმისთვის, რომ ერთმანეთს შეხვედროდეთ, თითქოს ასე უნდა ყოფილიყო, ეს ყველაფერი ერთად უნდა გამოგევლოთ, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს ზოგჯერ მოწყენილიც კი ხართ, აი ვერ უშვებთ ამ ურთიერთობას, ვერ უშვებთ გულიდან, აი ბოლომდე ვერ თავისუფლდებით, აი რაღაცნაირად. კი სიყვარული ნამდვილად გაქვთ, ძალიან გიყვართ, მაგრამ უფრო როგორ თქვა, იცი, ძალიან ემოციურად, აი ძალიან ემოციური ხართ რა, ძალიან ემოციებს რთავთ ამ საკითხთან დაკავშირებით და აი მერე გიჭირთ რა გადაწყვეტილების მიღებას და ამ ადამიანის გაშვებაც აი თითქოს ზოგჯერ აი ესეთი სიტყვები და ენერგია მომდის ახლა მარკანიდან, აი თქვენ თუ ფიქრობთ იმას, რომ ამ ადამიანს დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება, არც კი იცით წინ რა გელოდებათ და არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი ცხოვრების გზაზე ეს ადამიანი ნამდვილად გჭირდებათ. ვნახოთ ახლა თუ არ ვიცით, იცანით და თქვენზე არის ეს სიტუაცია, გავაგრძელოთ მაშინ. როგორ ენერგიებში იქნებით აპრილის თვეში. აი აპრილის თვეში, აი როგორ გითხრათ იცით, სულ პაჟები და ორიანები. აი თქვენთან შესაძლებელია აპრილის თვეში იყოს ესე ძალიან მკვეთრი ცვლილებები და რამე ისეთი აქ კონკრეტულად ახლა ნამდვილად არ არის, უბრალოდ აი ნახეთ როგორ არის ახლა კვერთხებიც ორიანიც ადამიანი გახურებს გზას, აი თითქოს გლობუსი ცხელში უჭირავს, კი ხედავს რომ მის წინ არის ყველაფერი, აი თითქოს მომავალიც აქვს ამ ურთიერთობას, თუ ურთიერთობას შევეხებით, აი მომავალიც აქვს იმ გეგმებს შესაძლებელია რომ ანუ ხორცი შეასხა და განახორციელო, მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც ბავშვური პოზიცია გაქვთ. ბავშვური რატომ? აი ბავშვი რომელმაც აი თითქოს კი შესაძლებელია ზრდასრული ადამიანი იყოთ, მაგრამ ენერგია შესაძლებელია იყოს ბავშვური როგორ? ნახეთ, დარწმუნებული არ ხართ თქვენს გადაწყვეტილებაში, დღეს შესაძლებელია ასე გინდოდეთ და ეს სწორად მიგაჩნეთ, მაგრამ მეორე წუთში რო დაფიქრდებით, აი რას მოგიტანთ ეს ყველაფერი, ფიქრობთ ამაზე. აი თუ ეს ეხება ფინანსებს, აი ფინანსურადაც თითქოს კი გაქვთ ფინანსური შემოსავალი, მოდის თქვენთან ფინანსები, მაგრამ როგორც მოდის, ისე გაედინება, აი რაღაცნაირად ვერ უფრთხილდებით რა. მოდი კიდე დავამატოთ. კიდე რა ენერგიები შემოვა აპრილის თვეში. კიდე რა ენერგიები. ანუ გონებით ძალიან ბევრს დაფიქრდებით, ძალიან ბევრს იფიქრებთ. როგორ თქვა, ისე არ გადაგავთ და არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, სანამ კარგად არ დაფიქრდებით. ასევე იქნება მკვეთრი ცვლილებები, მკვეთრი განახლება. თქვენ მიხვდებით იმას, რომ რაც მანამდე იყოს თქვენს ცხოვრებაში, ესე ვეღარ გაგრძელდება, ანუ რაღაცეები, ან გადააფასებთ რაღაცეებს რა, აი ეს როგორი მკვეთრი ცვლილება იცი, აი მორჩა, ისე არაფერი აღარ იქნება, როგორც მანამდე იყო. აი თქვენ შესაძლებელი მიხვდეთ იმას, რომ აი მორჩა, ესე ცხოვრება აღარ მინდა რაღაცეები შევცვალო, თუნდაც ეს ეხებოდეს პირად ურთიერთობას, თუნდაც ეს ეხებოდეს ბიზნესს, ფინანსებს, არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ნებისმიერი საკითხი მე გეუბნებით თქვენ ენერგიებით, ანუ იქნება მკვეთრი ცვლილებები, გარდასახვა, აი თითქოს ახლიდან დაიბადებით, განახლებული იქნებით და აი საკმაოდ ძალა და ენერგია მოგეცემათ იმისთვის, რომ თქვენ გადაწყვეტილებებიც მიიღოთ და თქვენი ანუ თქვენ მართოთ ის სიტუაცია რა, თუ აქამდე ნერვიულობდით და ვერ იღებდით გადაწყვეტილებას, საბოლოოდ კარგად დაფიქრდებით და მიიღებთ გადაწყვეტილებას, ხო ესეა? ანუ ცოტა შეიძლება იცით როგორ ენერგიაში იყოთ კიდე თქვენს ფინანსებსაც გაუფრთხილდებით, აი თითქოს არ დავხარჯო, ზოგიერთმა შესაძლებელია შეაგროვოს კიდევაც რა. მოდი ნახოთ. ეხლა რა ხდება? ეხლა რა ხდება და ეხლა როგორ ხართ იცი? რა ენერგიაში ხართ? თქვენ შესაძლებელია იყოთ მზის ენერგიებში, ძალიან კარგი ენერგიებში, იმედი გქონდეთ, რომ თქვენი ჩაფიქრებული საქმე ისე გამოვა, როგორც თქვენ გინდათ. თუ ეს ეხება სწავლას, და თქვენ შესაძლებელია ნახეთ თქვენი მასწავლებელი, რომელიც ახალ გზაზე წაგიყვანთ. ზოგიერთ შესაძლებელია იყოს ესე, რომ თუ თქვენ რაღაც ბიზნესი გაქვთ და კიდე ახალი რაღაცის წამოწყებას აპირებთ, თქვენ ელოდებით ადამიანისგან
დახმარებას, აი ღმერთისგან დახმარებას, მაღალი ძალებისგან, აი რაღაცნაირად შინაგანად, აი თითქოს თქვენს სულში მზი არის და რაღაცნაირად ახალი ენერგიები, რომ ახლის დასაწყისი და ახალი რაღაცაები გინდათ, რომ სცადოთ, ახალი რაღაცაები დაიწყოთ, აი როგორ გითხრათ, იცი, კარგი ენერგიებში ხართ, ნამდვილად არ ხართ ცუდ ენერგიებში, ამ მხრივ ძალიან კარგი. და რა სიახლეები იქნება აპრილის თვეში? აპრილის თვეში შესაძლებელია თქვენი გამოხვიდეთ თქვენი გამოქვაბულიდან. ანუ ეს კარგი გაგებით რას ნიშნავს გამოქვაბულიდან გამოხვიდეთ? თუ აქამდე თქვენ რაღაც იდეა გქონდათ, ან მაგალითად ბიზნეს იდეა, ან ნებისმიერ აი დაუშვათ რაღაც ისწავლას აპირებდით, მაგრამ არ იღებდით გადაწყვეტილებას, არ იღებდით ამას, რომ გესწავლათ, ან გამოხვათ ამ სიტუაციიდან, მიიღებთ გადაწყვეტილებას ბოლოს და დაიწყებთ მუშაობას, აი როგორ გითხრათ, იცით, თქვენ ბიზნესზე, თქვენ იდეაზე, რაც თქვენ იდეა გქონდათ, ცოტა შესაძლებელია იყოს კამათი და გაუგებრობათ, მაგრამ ესეც მალე დასრულდება რა. მოდი დავამატებ. იმიტომ რომ ესეა. კი, რაღაც აი როგორ მსუბუქი ტრანსფორმაცია იქნება, მკვეთრი განახლება იქნება და მომავლისთვის ბრძოლა იქნება. აი თუ თქვენ ფიქრობდით, რომ თქვენს გზაზე მარტო მიდიოდით და თქვენს თვითონ მიათრევდით და არავინ ამაში არ გეხმარებოდათ, აი თითქოს ფინიშთან ახლოს ხართ, გზის ბოლოს ხართ უკვე და თქვენ უკვე გაიარეთ ეს ყველაფერი და ეხლა განახლება მოდის, განულება მოდის. აი თითქოს როგორ ახართ, იცი? ახალი იდეები შეიძლება მოგივიდეთ, ახალი გეგმები, ახალი რაღაცები დასახოთ და აი გონებით კარგად დაფიქრდეთ ამაზე და იბრძოლოთ წინ შემართებით აი მომავლისთვის. აი ძალიან კარგი. მოდი ახლა ნახოთ თქვენი ფინანსები როგორია. რა ხდება ახლა? თქვენი ფინანსები ახლა. თქვენი ფინანსები როგორია ახლა? აი თქვენ რაღაცნაირად ძიხართ თქვენთვის და რაც გამოიმუშავეთ, ელოდებით ახლა რომ უნდა მიიღოთ, აი რაღაცნაირად ისვენებთ რა. არც მეტი, არც ნაკლები. აი რაღაცნაირად ან შესაძლებელია ფიქრობდეთ იმას, რომ ძალიან ბევრი იმუშავეთ, უკვე ძალიან დაიღალეთ და ახლა საჭიროა რომ დაისვენოთ. და რა ხდება ახლა აპრილის თვეში? აპრილის თვეში რაღაცნაირად, როგორ თქვა იცი, სიყვარულს დაუთმობთ უფრო მეტ დროს, ემოციებს დაუთმობთ მეტ დროს, გართობას დაუთმობთ. გართობა რა იგულისხმება დაუშვათ თანამშრომლებთან ერთად, ან მეგობრებთან ერთად, სადმე წახვიდეთ სადაზე ან რესტორანში, ან გასართობად, ისე რომ აი რაც როგორ თქვა იცი, გაგახალისებთ რა, რაც კმაყოფილებას მოგიტანთ, აი თითქოს აი მაგრამ აი თითქოს ზოგიერთ შესაძლებელია აი როგორ თქვა იცი, თქვენი ადამიანისგან ელოდებით ფინანსურ მხარდაჭერას. გინდათ რომ ანუ თქვენ კი არ ეუბნებით მას, უბრალოდ გინდათ რომ თვითონ მიხვდეს, რომ ანუ ფინანსურად გვერდით დაგიდგეს რა, თვითონ უნდა მიხვდეს ეს, რომ თქვენ გჭირდებათ, თქვენ არ უთხრათ. აი დასაყვანები ხართ. მოდი დავამატებ. როგორ იქნება აპრილის თვეში? ანუ აპრილის თვეში როგორ იქნება? ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. არც მეტი, არც ნაკლები. ცოტა შესაძლებელია იყოს დაძაბული სიტუაცია ფინანსებთან დაკავშირებით. ანუ ეს შესაძლებელია ეხებოდეს, ანუ როგორ გითხრა იცი, აი კონკრეტულად ცოტა ზოგიერთთან არა, ძალიან ისე მნიშვნელოვნად არა, მაგრამ თქვენ გაქვთ იმის ძალა და იმის ენერგია, რომ ეს ყველაფერი დააბალანსოთ რა და ანუ თქვენ მოერიოთ ამ სირთულეებს და გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. აი თითქოს როგორ ხართ იცით, აი მზის ენერგიებში გადახვალთ, აი რაღაცნაირად სიყვარულით შევსილათ, ბედნიერებით შევსილათ და კმაყოფილად იგრძნობთ თავს. ფინანსებიც მოვა. შეიძლება ეს არ იყოს ბევრი, მაგრამ როგორ თქვა იცი, სამომავლოდ უფრო მეტი იქნება, ვიდრე აპრილში, ხო ესეა? ანუ მკვეთრი ცვლილებები ხდება თქვენს ფინანსური კუთხიდან. თუ ეხლა გაქვთ შეჩერებული სიტუაცია, აი თითქოს ჩამოკიდებული და არ არის მოქმედება და უკვე აღარ იცით რა გააკეთოთ და
კიდე მეტი რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, რომ უფრო მეტი ფინანსური შემოსავალი გქონდეთ, თქვენ ცხოვრებაშიც მოხდება მკვეთრი ცვლილებები, აი თითქოს როგორ თქვა, იცი რაღაცები დაინგრევა, მაგრამ საძირკველი რჩება და იქიდან ახალი აშენდება. ახალი აშენდება რას ნიშნავს? შეიძლება დაუშვათ ზოგიერთმა ძველი სამსახური დატოვოთ და ახალი დაიწყოთ. ან როგორ გითხრათ, იცით, კიდევ მეტი როგორ თქვა, მეტი რაღაცები ფიქროთ, ანუ ფინანსებს რაც შეეხება, ანუ ახალი სამსახურით დაიწყოთ, შეცვალოთ რა სამსახური, შეცვალოთ მიდგომები და ასე შემდეგ. ფინანსები მოვა? კი, დიდი ფული მოვა. ალბათ ნუ ხართ ესე ძალიან მიჯაჭვული და სულ ამაზე ფიქრები ნუ გიტრიალებთ თავში რა. აი თითქოს რაღაცა როცა ფული მაქვს კარგად ვარ, როცა არა გაქვთ და შემოგაკლებათ, აი რაღაცნაირად თითქოს სულ არჩევანის წინაშე ხართ და აბა ეხა კიდე რა გავაკეთო, აბა ეხა კიდე რა გავაკეთო, რომ ეს ფინანსური შემოსავალი უფრო მეტი რომ მოვიდეს თქვენთან. დინახოთ პირად ურთიერთობაში რა ხდება. პირად ურთიერთობაში ეხა თქვენ ხდება ახლა ანუ მსუბუქი ტრანსფორმაცია, განახლება, განულება, ახალ გზაზე წასვლა, აი თითქოს ის ძველი პრობლემები რაც იყო, დაივიწყეთ, აღარ ნერვიულობთ იმაზე. ანუ როგორ გითხრათ, თუ თქვენ თქვენს ადამიანთან, თქვენს პარტნიორთან არქ როგორ გითხრათ, კონფლიქტი მოგივიდათ და ყველაფერი როგორ თქვა, თავდაყირად ადგა და თქვენ მერე იკამათეთ, ასე შემდეგ და იყო რაღაცეები გამოვლილი სიტუაციები, ამასთან დაკავშირებით თქვენ დავფიქრდით ამაზე, კარგად გადააფასეთ ყველაფერი და მიხვდით იმას, რომ ანუ ნერვიულობა, ტირილი ნერვიულობა და დარდი არაფერს არ მოგიტანთ, ჯობია რომ ის ძველი წენა და ტკივილი დაივიწყოთ და ახალ გზაზე ახალი შეგრძნებებით წახვიდეთ, აი თითქოს თავისუფალი რა, რაღაცნაირად განთავისუფლებული იმ ძველი ტვირთისგან, რაც მანამდე მოყვებოდათ რა. და როგორ იქნება აპრილის თვეში? აპრილის თვეში იქნება მკვეთრი ცვლილებები, განახლება, გამოფხიზლდება, აი თითქოს იცი როგორ არის ანგელოზი, რომელიც საყვირით აღვიძებს ადამიანებს, რომ გამოფხიზლდნენ. ზოგიერთმა შესაძლებელია იმდენად როგორ თქვა, იცი, ახალი რაღაცები აღმოაჩინოს თავის თავში და თავის პირად ურთიერთობაში. ზოგიერთმა შესაძლებელია პირიქით თქვენმა პარტნიორმა რაღაც როგორ თქვა, რაღაცეებზე თვალი აგიხილოთ, რაღაცეებზე დაგაფიქროთ და ანუ გამოგაღვიძოთ, გამოგაფხიზლოთ რა. როგორ გითხრათ, იცით, კიდე ზოგიერთმა შესაძლებელია ახალი პარტნიორის გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, აი რაც თქვენ როგორ თქვა, თქვენ გაგაღვიძებთ პირდაპირ ამის მნიშვნელობით, გამოგაფხიზლებთ რა და მკვეთრ ცვლილებებს მოგიტანთ. ზოგიერთი შესაძლებელია შეხვდეთ თქვენს ადამიანს, აი თითქოს რაღაცნაირად თქვენ მას ელოდებით, ისიც თქვენ გელოდებოდათ, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა ცივად გაჩვენებდათ თავს და არ მოქმედებდა. აი თითქოს ყველაფერი კიდევ ცოტაც და გამოვა ტრანსფორმაციიდან და ანუ ერთ გზაზე წახვალთ, აი რაღაცნაირად ბალანსირებულად, ზომიერად, ოღონდ ბალანსი არ უნდა დაარღვიოთ რა. ბალანსი არ უნდა დაარღვიოთ, რას ნიშნავს? ანუ ზედმეტად არ უნდა ინერვიულო, სულ პირად ურთიერთობაზე არ უნდა იფიქრო, არ უნდა ჩაეციკლო ამაზე, კი მესმის ძნელია, მაგრამ ეხლა როგორ გითხრათ, ეხლა ნერვიულობას კარგი არაფერი არ მაქვს, ხო? თუნდაც ეხლა ურთიერთობები არ არის ეხლა ისე, რომ ეხლა ხან გეწყინება და ხან გაგეხარდება, ეხლა ჩვენ თვითონ უნდა დააბალანსო ყველაფერი და თუ დიდხანს მოწყენილი იქნები სევდიანი და ინერვიულებ და სულ პირად ურთიერთობას გადაყვები, ეხლა ხო არსებობს ეხლა კონკრეტულად კარიერა, სამსახური, სწავლა, ფინანსები, ეხლა მხოლოდ პირადზე ხო არ იფიქრებთ, არა? ოჯახი, რა ვიცი. დინახოთ კიდე. აი აქაც ძალიან მკვეთრი ცვლილებები, აი თითქოს იქაც ამოვიდა მე-13 არკანი და აქაც ამოვიდა. აი თითქოს თქვენი ცხოვრება გაიყოფა, აი მანამდე და მას შემდეგ. ზოგიერთ შესაძლებელია შეხვდეს თავისი სულის ადამიანს, რომელიც თქვენს სულს ისეც დაინახავს, როგორიც ხართ და მიგიღებთ ისეც, როგორიც ხართ და თქვენ არ დაგჭირდებათ ანუ თავის მოჩვენება და თამაში იმისთვის, რომ ადამიანმა შეგეყვაროთ.
ადამიანი ისეც მეკიღებთ, როგორიც თქვენ რეალურად ხართ რა. და ზოგიერთთან შესაძლებელია ისეთი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რაც როგორ გითხრათ, რაც მანამდე არც კი გიოცნებიათ რა. და არ გჯეროდათ თუ ესეთი სიყვარული არსებობდა და თუ ესეთი ადამიანი კიდევ არსებობდა, რომელიც ასე მიგიღებდათ და ასე შეგიყვარებდათ. თუ ეს ეხება ძველ ურთიერთობას და თქვენ ელოდებით ძველ ადამიანს, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი დაბრუნდება თქვენთან, ოღონდ როგორ თქვა, იცი, სრულიად შეცვლილი, თითქოს განახლებული, მიხვდება იმას, რომ თქვენს გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს, მიხვდება იმას, რომ თქვენი დაკარგვა არ ღირს და არ უნდა, თითქოს როგორი მიხვდება, რომ მხოლოდ თქვენ უყვარხართ და თქვენთან ყოფნა უნდა, რაღაცნაირად თქვენს თითქოს როგორც თავზეს გადაუშვათ, დავშვიდეთ და ყველაფერი კარგად შერიგდებით რა. ესეც მე თქვენ მთელი გულით გისურვებთ.